კიდევ ერთხელ მოგესალმებით დღის ამბებით პირდაპირ ეთერში განვაგრძოთ პროგრამას. ქუთაისში ირაკლი აბაშიძის ნომერ 21-ში ესპანური კაფერის სახლი გაძარცვეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე საბატრო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების პრესსამსახურის თქმით, საქმე 177 მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს. შემთხვევით და როგორც თქვენ შეესწარით, ახლა ესე მოხდა, მეც ანალოგიურად და რა შეესწარით? აი, რასაც თქვენ შეესწარით. რას? გაღებული კარები. კატანილი თუ იცით? არ ვიცით, როცა მოხდა. ხახა წაღებულია, ტოვებდით სამხას. არ ვიცით. და გაზარცვე მაღაზია, ხეთი არაფერი არ ვიცი. ესპანური კაფელის სახლია, ხო? ესპანური კაფელის სახლი. როდის გაუძარცვათ? გუშინ არ ვიცი, მე ახლა მევედი ამ ზურში და რა გითხეს? ატეხილიაო და პოლიცია იძიებს ყველაფერს. 31 მარტს პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას დებატები არ იქნება. ეს ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა პრემიერთან და ვიცე-პრემიერთან შეხვედრის შემდეგ დაადასტურეს. ფრაქცია ქართული ოცნების წევრები დღეს ირაკლი ღარიბაშვილს და კახი კალაძეს შეხვდნენ, ასევე ისაუბრეს მომავალ კვირას პარლამენტის მუშაობის განრიგზეც, მათ შორის კომიტეტების ვაკანტურ თავმჯდომარების კანდიდატებზე. მათი ვინაობა უკვე გარკვეულია. გარემოს დაცვის კომიტეტი გია ჟორჟოლიანი, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი თამაზ მეჭიაური და დიასპორის საკითხთა კომიტეტი თემურ ჭკუასელი. დებატები არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ რომ პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, ხოლო სადებატო საკითხები არის აღმასრულებელი ხელისუფლების საკითხები. ჩვენ კომიტეტების დონეზე დავიწყეთ შესაბამის სამინისტროებთან, ასე ვთქვათ, ამ საკითხებზე მსჯელობა, ამას გავაგრძელებთ ინტენსიურად. რაც შეეხება პრეზიდენტის მიმართვას, ეს არის მიმართვა ზოგადად ხალხისადმი და პარლამენტში ხდება, იმიტომ რომ პარლამენტი არის ხალხის წარმომადგენელი. სამი კომიტეტის კანდიდატურის თაობაზე არავითარი გადაწყვეტილება არ მიღებულა, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული უკვე იყო. და ეს თქვენ არაერთხელ თითქმის იქამდე ვიდრე გადაწყვეტილება მიიღებოდა გააჟღერეთ თქვენი ეთერებით. ასე რომ ეს გადაწყვეტილება არის ძალაში. რო დააყენებენ ვინ არის მომხრე, რო ბატონ თემურ ჭკუასელი გახდეს ამადამ კომიტეტის თავმჯდომარე, თხოვთ აწიოთ, თხოვთ გააკეთოთ, რა ქვია, მეაჭიროთ ამ ღილაკებს ხელი, რო გამოჩნდება ტაბლოზე, რო ეს გადაწყვეტილება მიღებულია, აი მაშინ იქნება საბოლოოდ გადაწყვეტილება. დებატები არ იქნება, ფორმატი იქნება ასეთი, რომ ყველა ფრაქციის, რაც ფრაქცია არსებობს, ბიუროზე გადაწყვეტილების საკითხი, ყველა ფრაქციის თავმჯდომარე 15, ალბათ 15 წუთიან რეჟიმში, ან შეიძლება 10, მაგრამ მე მგონი 15 წუთიან რეჟიმში და ყველა ფრაქციის თავმჯდომარე გააჟღერებს, თუ კი დავუშვათ მე ჩემი ფრაქციიდან რაიმე კითხვა მაქვს პრეზიდენტთან რაღაც საკითხით, ის ილაპარაკებს ამას. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მსჯელობა შესაძლოა საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზეც გაიმართოს. შესაბამისი განცხადება საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე კომისიის ხელმძღვანელმა პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა გააკეთა. მისი განმარტებით, მაჟორიტარული ოლქების ზომასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში სერიოზული ხარვეზებია. მისივე განმარტებით საჭიროა აღნიშნულ თემაზე ფრთხილი და ფაქიზი მუშაობა, რომ პროცესში გარკვეული შედეგი დადგეს. ძალიან სერიოზული ხარვეზები კერძოდ მაჟორიტარული ოლქების ზომასთან დაკავშირებით, სადაც დისბალანსი აღწევს 25-ჯერად და 30-ჯერად განსხვავებებს, მაშინ როდესაც საერთაშორისო სტანდარტი გაცილებით ნაკლებს ითვალისწინებს მაქსიმუმ 15-20%-იან სხვაობას. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებშიც, მიდის მსჯელობა პოლიტიკურ პარტიებს შორისაც, კონსტიტუციური ცვლილებების გზით, კონსტიტუციური ცვლილებების გარეშე როგორ შეიძლება ამ საკითხს ჩვენ სათანადო გადაწყვეტა მოუძებნოთ. ქუთაისის მერი და საკრებულოს დეპუტატები სოციალური მომსახურების სააგენტოს სტუმრობდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. სოციალური მომსახურების სააგენტო ადმინისტრირებას უწევს რამდენიმე ათეულ სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას. სახელმწიფო პენსია, სოციალური დახმარება, ჯანმრთელობის დაზღვევა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სათანადო უზრუნველყოფა, მზრუნველობა მოკლებული ბავშვების მეურვეობა, მზრუნველობა და სხვა ის საკითხებია, რომლის ფარგლებშიც სააგენტო დაახლოებით 2 მილიონ საქართველოს მოქალაქეს ემსახურება. დღეს ვესტუმროთ ჩვენ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც თქვენ ცნობილია, მათ შეიცვალეს მდებარეობა, ახალ შენობაში განთავსდნენ
ყოფილი CMK-ის შენობაში. ზოგადად დავათვალიერეთ, ნახეთ, ხელმძღვანელობასთან მქონდა შეხვედრა, საკრებულოს წევრებთან ერთად ვიყავით. რა თქმა უნდა, ამ სამსახურისა და ჩვენი მერიის მუშაობა არის ძალიან ჭიდრო და ახლო და კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, რადგან ჩვენ ორივე მომსახურებით ერთ მთავარ პრობლემის მოგვარებას, ესაა სოციალურად შეჯერებული ადამიანებისთვის, რაც შეიძლება მეტი პროგრამის განხორციელება. სოციალური მომსახურების სააგენტო რამოდენიმე მიმართულებით მუშაობს და სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად პროგრამების განხორციელებას ჩვენ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფს სწორედ ჩვენი სამსახური იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი. ეს მიმართულებები არის სახელმწიფო გასაცემელი, საარსებო შემწეობა შედის მათ შორის, გარდა ამისა მუშაობთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე და უზრუნველყოფთ მოქალაქეთა მომსახურების ამ მიმართულებით. ასე ჩვენი სამსახური მუშაობს მეორეობისა და მზრუნველობის კუთხით. დაახლოებით ყოველდღიურად ვიმსახურებით 300-ზე მეტ ადამიანს საშუალოდ. ხონის მუნიციპალიტეტში სოციალური პროექტები 2015 წლის ბიუჯეტში 30%-ით გაიზარდა და მან 370,000 ლარი შეადგინა. სოციალური სამსახურის უფროსის განმარტებით თანხა საკმარისი არ არის, მაგრამ წელს შეძლეს და მოსახლეობის დასახმარებლად რამდენიმე ახალი პროგრამა ამოქმედეს. ლეილა კინწურაშვილის თქმით, წელს პირველად ისინი ონკოლოგიითა და ლეიკემიით დაავადებულ პაციენტებს ყოველთვიურად 100 ლარით ეხმარებიან. სიახლეა მრავალშვილიანი დედებისა და ობოლის სტუდენტებისთვის დაფინანსებაში. 10 მარტს მივიღეთ დადგენილება და შევიტანეთ ბევრი ცვლილებები. კონკრეტულად მრავალშვილიანი ოჯახებზე დახმარება ყოველთვის ერთჯერადი იქნება თითო ბავშვზე 50 ლარის ოდენობით. ასევე გვაქვს სიახლე შევიტანეთ ლეიკემიით დაავადებულ პირთა დახმარება ყოველთვიური 100 ლარით. ასევე დიალიზის ისა გვაქვს პროთიკლის ჩანაცვლებითი თერაპია, იგივე დიალიზი ჩვენ ცვლილებები შევიტანეთ სარიტუალო მომსახურებაში, ეს იყო მხოლოდ აქამდე მხოლოდ თენისა ტოვლითა სარიტუალო მომსახურება იყო ჩადებული და ჩვენ შევცვალეთ აქ ყავს არის ისეთი შემთხვევები, რომ არის უპატრონო მიცვალებულები და ასევე ყველა ვეტერანი. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის საკონსულტაციო საბჭოს ხდომაზე ევრაზიის ფონდის დაფინანსებით ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოსა და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის ერთობლივ პროექტ იმერის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის ხელმძღვანელი ზაალან ჯაფარიძეც ესწრებოდა. ტრენინგი იმერეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერის გამგებლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელებისათვის აპრილის თვეში დაიგეგმა. პროექტის მიზანს იმერეთის რეგიონში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელების უზრუნველყოფა წარმოადგენს და ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობა უნდა მოხდეს. პროექტის მხარდამჭერია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცია. მოიცავს მთელ რიგ აქტივობებს, რომლებიც მიმართულია იმისკენ, რომ გაუმჯობესდეს დიალოგი ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის. ეს არის პროექტი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყოს უფრო აქტიური და ინფორმირებული. დარწმუნებული ვარ, რომ ის აქტივობები, რომლებიც გათვალისწინებული არის აღნიშნული პროექტით, ხელს შეუწყობს საზოგადოებასა და თვითმმართველობის სტრუქტურებს შორის თანამშრომლობას, მოგცემს საშუალებას, იქნას იდენტიფიცირებული მოსახლეობაში არსებული პრობლემები, ხოლო თვითმმართველობას ექნება გარკვეული საშუალებები, რათა გადაჭრას აღნიშნული პრობლემები, რომელსაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქნება ჩვენი მოსახლეობის იმათ დასახლებაში, სადაც ჩვენ ჩავატარებთ ის თქვა ტრენინგებს და შევარჩევთ აქტიურ მოქალაქეებს, მათ უკვე ისინი შეიძენენ იმ საჭირო უნარჩვევებს და ცოდნას, რაც შემდგომ გამოადგებათ საკუთარი დასახლების პრობლემების გადაჭრის კუთხით. და პროგრამას უცხოეთის დღის ამბებით ვაგრძელებთ. 20 ადამიანი დაიღუპა სომალიში სასტუმროზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. დაღუპულთა შორისაა შვეიცარიაში სომალის ელჩი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამურმა დაჯგუფება აშაბაბმა აიღო. სასტუმრო ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს, სადაც სხვადასხვა დაწესებულებებია განთავსებული, მათ შორის რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია და კომპანია. ტერორისტებმა თავიდან დანაღმული ავტომანქანა აფეთქეს, რის შემდეგაც შექმნილი პანიკით ისარგებლეს, სასტუმროში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.
მფრინავ ანდრიას ლუბიც ისტორიაში შესვლას სურდა. ამის შესახებ მისმა ყოფილმა მეგობარმა გერმანულ გამოცემა ბილდს განუცხადა. გოგონას თქმით, ლუბიცი მას სისტემის შეცვლაზე ესაუბრა და განუცხადა, რომ ერთხელაც მისი ქმედების შედეგად საკუთარ სახელს უკდავყოფდა, თუმცა გოგონას თქმით, მხოლოდ კატასტროფის შემდეგ მიხვდა თუ რას გულისხმობდა ლუბიცი. მისივე განცხადებით, დაშორების შემდეგ ლუბიცი მასთან ურთიერთობის აღდგენა შეეცადა. ასევე ცნობილი ხდება, რომ ის კარგად იცნობდა ალპების იმ რაიონს, სადაც თვითმფრინავი ჩამოარდა. სწორედ ამ რეგიონში მდებარე საზაფხულო სკოლას სტუმრობდა ბავშვობიდან და ხშირად დაფრინავდა პლანერით. გერმანელი ავიალაინერი საფრანგეთის ალპებში 24 მარტს ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 150 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავის ჩანაწერების გაშიფვრისას ფრინავის ბრალეულობა გამოიკვეთა. გერმანული ავიაკომპანია Lufthansa ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებს 50,000 ევროს გადაუხდის. ამის შესახებ გერმანული მედია იტყობინება. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან ფინანსური დახმარება გაუწიონ იმ ადამიანებს, რომლებმაც კატასტროფის შედეგად ახლობლები დაკარგეს. კომპანია German Wings Lufthansa-ის შვილობილი კომპანია, ის უსაფრთხოების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამიტომ საფრანგეთის ალპებში რამდენიმე დღის წინ მომხდარი კატასტროფა კომპანიის ხელმძღვანელობისა და გერმანიის მოსახლეობისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. და პროგრამას ადგილობრივი ინფორმაციებით ვაგრძელებთ. ქუთაისის საჯარო სკოლების 255 მე-11 კლასელი და უმაღლესი სასწავლებლის 46 სტუდენტი მერის სტიპენდიისთვის იბრძოლებს. კონკურსი წელს პირველად ტარდება. მისი მიზანი სასწავლო პროცესის სრულყოფილება და მოსწავლეების ინტერესის გაღვიძება. ტესტირება 28-29 მარტს ქუთაისში პირველ საჯარო სკოლაში ტარდება. გამარჯვებულს კი 8 თვის განმავლობაში მერის სტიპენდია დაენიშნება. მერის მუნიციპალიტეტის განათლების ღონისძიებებით გათვლილი არის კალენდარული წლის გეგმა, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია პროგრამა მერის სტიპენდია საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის. ეს მოიცავს 3 ეტაპს. მონაწილეობას ღებულობენ ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მე-11 კლასის მოსწავლეები და უმაღლესი სასწავლებლების მე-3 კურსის სტუდენტები. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს კონკურსი ჩემთვის, იმიტომ რომ ერთ-ერთი დიდი გამოცდილება იქნება, პირველად ტარდება და მოხარული ვიქნები თუ კი კიდევ ჩატარდება მსგავსი კონკურსები და იმედი მაქვს წარმატებას მივაღწევ. კონკურსი აბიტურიენტებისთვის და შანსი 100%-იანი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად. ქუთაისის უნივერსიტეტი ტრადიციას აგრძელებს. ტესტირება საბაკალავრო პროგრამებზე სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად ზოგად უნარებში იტარდება. ქუთაისის უნივერსიტეტი ტრადიციას ამჯერადაც აგრძელებს და კონკურსს აბიტურიენტებისთვის აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამაზე სახელმწიფო გრანტის მოსაპოვებლად ზოგად უნარებში მე-6 წელია წარმატებით ატარებს. მომავალ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ტესტირებაში მაღალი ქულების აგროვების შემთხვევაში ქუთაისის უნივერსიტეტში 100%-იანი სასწავლო გრანტი მოიპოვონ. ეს არის ეროვნული გამოცდების იმიტაცია ზოგადი უნარების და იმ სტუდენტებს, რომლებიც ჩვენს უნივერსიტეტში ჩაირიცხებიან, მათ შორის პირველ ადგილზე გასულს შანსი აქვს მოიგოს 100%-იანი გრანტი, სასწავლო გრანტი ქუთაისის უნივერსიტეტის, რაც ნიშნავს 4 წლის მანძილზე უფასოდ ისწავლის ჩვენთან, მეორე და მე-3 ადგილზე გასულები ისწავლიან მიიღებენ 50-50%-იან დაფინანსებას. თუმცა ჩვენ არ ვზღუდავთ სტუდენტებს, ნებისმიერ აბიტურიენტს ნებისმიერ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამ კონკურსში, ეს არის აბსოლუტურად უფასო, თუნდაც არ აბარებდეს ჩვენს უნივერსიტეტში და ეს უბრალოდ არის მათთვის შანსი გამოცადონ თავისი მზაობა ეროვნული გამოცდებისათვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს შეუძლია. როგორც მომავალი სტუდენტები აცხადებენ, ქუთაისის უნივერსიტეტი მათ საშუალებას აძლევს განათლების მისაღებად გრანტი მოიპოვონ და თანხები დაზოგონ, ასევე ეროვნული გამოცდებისთვის გამოცდილება დააგროვონ. 6 წელია წარდება ეს ტესტირება, უშუალოდ მე მე-3 წელია დამკვირვებელი ვარ და ძალიან მიხარია, რომ ნაშკარად მეტი არის დამწრე, თუ გაორმაგებულია მე მინდა ვთქვა. ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი იღებენ ძალიან დიდ გამოცდილებას. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ჩავატაროთ ისე, როგორც ეროვნულ გამოცდაზეა. ეს უზრდით მას შიდა გრანტის მოპოვების საშუალებას, რაც საკმაოდ დიდი ნაბიჯია და საკმაოდ დიდი საშუალება იმისა, რომ მათ გააკეთონ ოჯახში ეკონომია. ეს არის ჩემი წარმატების ერთ-ერთი შანსი, ვარ კმაყოფილი ამ პროექტით. ეს მაძლევს მე მეტ გამოცდილებას და თუ აქ მოხვდები, დაფინანსებასაც იმ შემთხვევაში, თუ კარგად დავწერ ტესტებს. ქუთაისის უნივერსიტეტში ტესტირებაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წარმომადგენლები ქუთაისში იმყოფებოდნენ შეხვედრა მოეწყო იმერეთში მოქმედ სავაჭრო დაწესებულებების სასტუმროების ხელმძღვანელებთან და სხვა საავტორო უფლებებით მოსარგებლებთან. მათ დეტალურად გააცნეს ასოციაციის საქმიანობა, ლიცენზიების წესები და კანონის დარღვევის შემთხვევაში შესაძლო სანქციები. მერი დაწესებულება, რომელიც იყენებს ავტორო უფლების ობიექტს, ვალდებულია კანონის თანახმად გააფორმოს სალიცენზიო შეთანხმება ჩვენს ასოციაციასთან, გადაიხადოს დადგენილი ტარიფების შესაბამისად ჰონორარი, შემდეგ ეს ჰონორარი უკვე ჩვენი ასოციაციის მეშვეობით უნაწილდებათ ავტორებს. ანუ ეს ორგანიზაციები მოექცევიან კანონის ჩარჩოში მხოლოდ მაშინ და აღარ იქნებიან საავტორო უფლების დამღოები, როდესაც აიღებენ ასეთ ნეპართვას. ასეთ ნეპართვის მოპოვება არის სავალდებულო, ეს არ არის ნებაყოფლობითი და ეს ვალდებულება დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით. არასამთავრობო ორგანიზაცია ინოვაციების ზონა თეატრის მსოფლიო დღეს დისკუსიით გამოეხმაურა თეატრმცოდნეებმა და მსახიობებმა ქართული თეატრის პრობლემებზე იმშელეს. ქართული თეატრი დღეს და პოლიტიკური სცენა როგორც თეატრი. ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საინტერესო შეხვედრა მოაწყვეს. როგორც ესეთი პოლიტიკური თეატრის ფორმები არ არის ჩამოყალიბებული. ძალიან ხშირად პოზიციაც მაგალითად არტისტის რომ პოლიტიკური უნდა იყოს ან რაღაცა არ არის განსაზღვრული, რას ნიშნავს პოლიტიკური არტისტი, რას ნიშნავს პოლიტიკური ფორმა, როგორი შეიძლება იყოს, რას ნიშნავს დამოკიდებულება იგივე მაყურებელთან, იგივე ტექსტთან მიმართებაში ან ფორმასთან მიმართებაში და ჩვენ წლის განმავლობაში სულ 15 ასეთი დისკუსია გავმართეთ სხვადასხვა სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე და ბოლოს უკვე დასმულ ეტაპზე გვექნება ივენთი, სადაც სხვადასხვა მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. თვითონ ეს პროგრამა დაფინანსებულია ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ. ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდები და თანამედროვე მიდგომები ამ სახელწოდებით დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია სპექტრმა პედაგოგებისთვის ტრენინგი გამართა. მას წევრებმა ყველა ის ინფორმაცია მიიღეს, რომელიც ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვას განაპირობებს. ითქვას, რომ ვეხებით ისეთ საკითხებს, რომელიც აქტუალურია ნარჩენების მართვის მხრივ არა მარტო ჩვენი ქალაქისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. როგორც ცნობილია, იანვრიდან ნარჩენების მართვის კოდექსი შევიდა ძალაში და ამდენად ნარჩენების მართვის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა ჩვენთვის. ტრენინგი საკმაოდ დროულია, რამე თუ საქართველოს მიუერთა ევროკავშირის დიდ ოჯახს და თუ ჩვენ გვინდა ამ დიდი ოჯახის წევრი ვიყოთ, უნდა ვისწავლოთ ნარჩენების სწორი მართვა. ჩვენს ქალაქში ამჟამად, როგორც ცნობილია, ხორციელდება საკმაოდ დიდი პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვა უნდა დაიწყოს მოსწავლე ახალგაზრდობიდან. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლობა სოფელ გეგუჩის საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები დარგეს. გამწვანების აქციაში მონაწილეობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად საკალათბურთო კლუბ ქუთაისი 2010-ის კალათბურთელებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო. პროექტი 11 საზოგადოებრივ ცენტრს მოიცავს და იგი საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით ხორციელდება. ხორციელდება საზოგადოებრივი ცენტრების პროექტს ევროკავშირთან ერთად. დავიწყეთ აქცია გამწვანების საზოგადოებრივ ცენტრებში, უკვე 11 საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა, დღეს ვატარებთ გეგუჩში. ამ აქციას გავაგრძელებთ ყველა საზოგადოებრივ ცენტრს 20-ს, რომელიც მოქმედი არის დღეისათვის, ჩავატარებ ამ აქციას 20-ს საზოგადოებრივ ცენტრში. დიდი სიამოვნებით დავთანხმდით, რადგან მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზუნოთ ბუნებაზე, ჩვენ მომავალზე და დიდი სიამოვნებით ჩავერთეთ ამ აქციაში და ყველას მოუწოდებ რომ აიღონ მაგალითი და ჩაერთონ ამ აქციაში. გაიგო 5 ძირი იფანის და 5 ძირი ინდური ხე, დეკორატიული ხე. ისედაც ჩვენ საზოგადოებრივ ცენტრს აქვს გამწვანება ირგვლივ, მაგრამ იუსტიციის სამინისტრომ ქარვადონი წულიკიანის ხელმძღვანელობით შეუქმნიდა და გამოგზავნა 10 ძირი ძალიან სასურველი ხე, რომელიც ჩვენ მთხოვენ. სპეციალური სერვისების სამსახური ახალი ინიციატივით გამოდის და ხიდების კაპიტალური დასუფთავების სამუშაოებს გეგმავს. აქცია დღეს რუსთაველისა და თეთრი ხიდებით დაიწყო. სპეციალური ხსნარებით და ტექნიკით მოირეცხა მოაჯირები და ბორდიულები. სპეციალური სერვისების სამსახური ქუთაისში არსებული ყველა ხიდის დასუფთავებას უზრუნველყოფს. ყველა ხიდები იყო დაბინძურებული და გადავწყვიტეთ ამ ხიდების
გაწმენდა და დასუფთავება. დღეს ხვალ და იქით შაბათ-კვირას დავამთავრებთ და ყველა ხიდი, რომელიც ქუთაისში არსებობს, იქნება ასევე გაწმენდილი. დღეს დავიწყეთ რუსთაველის ხიდიდან დასუფთავება და მზად ვართ ყოველთვის ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს, დავასუფთავოთ და დავალაგოთ. ქუთაისში გამართულ საკალათბურთო სუპერლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში ადგილობრივმა ქუთაისმა თბილისის მგზავრები არმიას უმასპინძლა შეხვედრას საკმაოდ ბევრი მაყურებელი დაესწრო. თამაში ქუთაისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. მათ დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს. საბოლოოდ ანგარიში 78-71 დაფიქსირდა. ქუთაისის გუნდმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა. იმაში რომ გუნდმა ბოლო წამამდე არანაირად არ უნდა იგრძნოს თავში მოგებულად. ზუსტად იმ პირველ ტაიმში უპირატესობამ განაპირობა ის, რომ რაღაც მოთამაშეები ალბათ ნაკლებად კონცენტრირებულები იყვნენ, ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს. ნაჩქარები თამაში განავითარეს და გაგვიჭირდა სრულიად ამ სიტყვის მნიშვნელობით ისევე ჩვენი თამაშის პოვნა. კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა კალათბურთის გუნდმა, მინდა ყველა გულშემატკივარს მიულოცო. ნამდვილად კარგი გუნდი გყავს, მაგარი ბიჭები არიან და კიდევ ერთხელ გაახარეს ქუთაისს. მე მიმაჩნია, რომ ყველა თანხა, რომელიც სპორტში და სპორტის განვითარებაში დაიხარჯება ქალაქის ბიუჯეტიდან, არის მიზნობრივი და ჩვენ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ ყველა სპორტის სახეობას. და პროგრამის ბოლოს ნახოთ ხვალინდელი დღის ამინდის პროგნოზი. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, მე გემშვიდობებით, კარგად ვსანდებოდეთ.